ოდესმე შეგიმჩნევია, როგორ გაბრუნებს სუნამოს სურნელი წარსულში, ან როგორ ცვლის ერთი მელოდია მგრისიერად შენს განწყობას. ახლა მე მოგიყვები ტექნიკის შესახებ, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ ფართო საზოგადოებისგან. ტექნიკა, რომელიც საშუალებას გაძლევს დააპროგრამო ადამიანის ემოციური რეაქციები მარტივი შეხებით. და რა თქმა უნდა არა, ეს არ არის მაგია. ეს არის სუფთა ნეირობიოლოგია, რომელსაც იყენებენ პროფესიონალი მომლაპარაკებლები, უმაღლესი დონის ფსიქოთერაპევტები და ისინი, ვისაც ურჩევნიათ გაჩუმდნენ თავიანთ მეთოდებზე. წარმოიდგინე, ეხები ადამიანს მხარზე და ის მყისიერად გრძნობს თავდაჯერებულობას, ან ხელს უჭერ გარკვეული ფორმით და შფოთვა ქრება, წარმოუდგენლად ჟღერს ნამდვილად. 50 წლის წინ ეს ფანტასტიკად ჩანდა. დღეს ნეირომეცნიერება ზუსტად ხსნის, როგორ მუშაობს ეს მეთოდი და რაც ყველაზე საინტერესოა, შენ უკვე იყენებ ამ ტექნიკას ყოველდღე. უბრალოდ ამას ვერაც ცნობიერებ. არ ვსაუბრობ მხოლოდ ფსიქოლოგიურ ხრიგზე, არამედ ჩვენი ტვინის მუშაობის ფუნდამენტურ მექანიზმზე, რომელიც მილიონობით წლის ევოლუციის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ჩვენი წინაპრები გადარჩნენ სტიმულსა და რეაქციას შორის მყისიერი კავშირის დამყარების უნარის წყალობით. გაიგონე ღრიალი, გაიქეცი, დაინახე წითელი კენკრა, საშიშია. იგრძენი გარკვეული სუნი, იქვე წყალია. ეს სისტემა დღემდე მუშაობს ჩვენში. უბრალოდ ახლა ჩვენ შეგვიძლია მისი შეგნებულად გამოყენება. ივან პავლოვმა საუკუნეზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინა პირობითი რეფლექსები. მაგრამ ის, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ბევრად უფრო შორს მიდის. თანამედროვე მეცნიერებამ პავლოვის აღმოჩენები ქირურგიული სიზუსტის დონემდე მიიყვანა. შეგიძლია შექმნა ემოციური მიჯაჭვულობა წუთებში. და რაც ყველაზე გასაკვირია, მეორე ადამიანს წარმოდგენაც არ ექნება რა მოხდა. აგიხსნი, როგორ მუშაობს ეს ნეირობიოლოგიურ დონეზე. როდესაც ჩვენ განვიცდით ძლიერ ემოციას, ტვინი განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. ნუშისებრი სხეული აქტიურია. გამოიყოფა გარკვეული ნეირომედიატორები, ყალიბდება ახალი ნერვული კავშირები. ამ მომენტში თუ დავამატებთ უნიკალურ სტიმულს, შეხებას, ხმას, თუნდაც გარკვეულ სიტყვას, ტვინი მათ სამუდამოდ ან თითქმის სამუდამოდ დააკავშირებს. კლასიკური მაგალითი პრაქტიკიდან. ქალს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეშინოდა საჯარო გამოსვლების. პანიკური შეტევები პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე იწყებოდა. გამოცდილმა სპეციალისტმა რამდენიმე წუთში შექმნა თავდაჯერებულობის ეფექტი. ახლა ცერა და საჩვენებელი თითების გარკვეული ფორმით შეკუმშვით ის მყისიერად შედის საყრდენ მდგომარეობაში. არ მშვიდდება თანდათან, არამედ მომენტალურად. თითქოს საკუთარ თავში ღილაკს საჭერს, მაგრამ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ამ ეფექტის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვა ადამიანებზეც. შესაბამისად, ეს ტექნიკა ხდება ჭეშმარიტად ძლიერი და პოტენციურად საშიში. წარმოიდგინე, სასიამოვნო საუბრის დროს რამდენჯერმე ეხები მხარზე თანამოსაუბრეს იმ მომენტებში, როდესაც ის იცინის. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს შეხება ავტომატურად გამოიწვევს მასში დადებით ემოციებს, მაშინაც კი თუ ის ცუდ ხასიათზე იქნება. ელიტური უძრავი ქონების გამყიდველები ამ ტექნიკას წლების განმავლობაში იყენებენ. ისინი ქმნიან კომფორტისა და ნდობის საყრდენს ხელის ჩამორთმევით. მნიშვნელობა აქვს გარკვეულ წნევას, ხანგრძლივობას, ხელის ტემპერატურასაც კი. სწორად დაყენებული საყრდენის შემდეგ კლიენტი გრძნობს აუხსნელ სიმპათიას გამყიდველის მიმართ. და ეს არ არის მანიპულირება უხეში გაგებით. ეს არის ტვინის ბუნებრივი მექანიზმების გამოყენება. არსებობს საყრდენის შექმნის ეტაპობრივი პროტოკოლი. პირველი, დაელოდე ემოციური მდგომარეობის პიკს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სუსტ ემოციაზე დაყენებული საყრდენი სუსტი იქნება. ადამიანი გულწრფელად უნდა იცინოდეს, იყოს ხრმად მოდუნებული, ან იყოს ძლიერი აღფრთოვანების მდგომარეობაში. მეორე, გამოიყენე უნიკალური სტიმული. მხარზე ჩვეულებრივი შეხება არ გამოდგება. ადამიანები ყოველდღე გვეხებიან. რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს. თითების სახსრების შეხება, წინამხრის მსუბუქად შეკუმშვა, თუნდაც თითების ткаცუნი გარკვეულ მანძილზე. მესამე, სიზუსტე და გამეორება. საყრდენი უნდა დაიდგას ემოციის მაქსიმალური ინტენსივობის მომენტში. არც ადრე და არც გვიან და განმეორდეს მინიმუმ 3-დან 5 ჯერ მსგავს სიტუაციებში. ტვინი უნდა დარწმუნდეს, რომ კავშირი შემთხვევითი არ არის. მეოთხე, შემოწმება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ადამიანი ნეიტრალურ მდგომარეობაშია, გაააქტიურე საყრდენი. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, მდგომარეობის ცვლილებას რამდენიმე წამში დაინახავ. ახლა იმის შესახებ თუ რატომ უწოდებენ ამ ტექნიკას აკრძალულს, საქმე რაიმე ოფიციალურ აკრძალვაში არ არის. პრობლემა ეთიკურ მხარეშია. როდესაც შენ აყენებ საყრდენს სხვა ადამიანის გაფრთხილების გარეშე, შენ ფაქტობრივად აპროგრამირებ მის რეაქციებს. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა.
და ბოროტად გამოყენების პოტენციალი. ისტორია მიცის შემთხვევები, როდესაც საყრდენი დესტრუქციული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. სექტები ქმნიან დამოკიდებულების საყრდენებს. ტოქსიკური პარტნიორები აყენებენ დანაშაულის გრძნობის საყრდენს. არაკეთილსინდისიერი ქოუჩები ქმნიან ემოციურ მიჯაჭვულობას თავიანთ მომსახურებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტექნიკა თავისთავად ცუდია. დანა შეიძლება გამოყენებულ იქნას საჭმლის მოსამზადებლად ან იარაღად. არჩევანი ყოველთვის ადამიანზეა. საყრდენმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს. ფაქტობრივად, ფსიქოთერაპევტები მას იყენებენ პანიკური შეტევების, ფობიების, პოსტტრაუმული სტრესის დროს სამუშაოდ. რესურსული საყრდენის შექმნამ შეიძლება ადამიანი ღრმა დეპრესიიდან გამოიყვანოს. სპორტსმენები იყენებენ საყრდენს მნიშვნელოვანი შეჯიბრებების წინ, ქირურგები რთული ოპერაციების წინ. შენ შეგიძლია გამოიყენო ეს ტექნიკა საკუთარი თავისთვის დღესვე. გაიხსენე მომენტი, როდესაც გრძნობდი აბსოლუტურ თავდაჯერებულობას. შესაძლოა ეს იყოს სამსახურში, როდესაც ბრწყინვალედ გაართვი თავი რთულ ამოცანას. ან პირად ცხოვრებაში, როდესაც მიიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩაიძირე ამ მოგონებაში. იგრძენი ეს თავდაჯერებულობა მთელი სხეულით და პიკის მომენტში მოუჭირე მარცხენა მუშტი განსაკუთრებული ფორმით, მაგალითად, ცერა თითი შიგნით დამალე. გაიმეორე ეს ვარჯიში 5-7 ჯერ დღის განმავლობაში. ყოველ ჯერზე იპოვე თავდაჯერებულობის ახალი მოგონებები. რეგულარული პრაქტიკის 1 კვირის შემდეგ გექნება ძლიერი რესურსული საყრდენი. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში მუშტის შეკვრა მყისიერად დაგაბრუნებს თავდაჯერებულ მდგომარეობაში, მაგრამ გახსოვდეს მნიშვნელოვანი ნიუანსი. საყრდენებს აქვთ თვისება, რომ სუსტდებიან. მათ ძალიან ხშირად იყენებ გამაგრების გარეშე. ეს ელემენტს გავს. საჭიროა დატენვა. პერიოდულად დაუბრუნდი საყრდენის დაყენებას. გააძლიერე იგი ახალი, პოზიტიური გამოცდილებით და არასოდეს გამოიყენო საპირისპირო მდგომარეობაში. თუ შენ დააყენე საყრდენი თავდაჯერებულობაზე, არ გაააქტიურო, როდესაც შიშს გრძნობ. ამან შეიძლება გაანადგუროს მთელი სამუშაო. არსებობს საყრდენის უფრო რთული სახეობებიც. საყრდენების ჯაჭვები, როდესაც ერთი საყრდენი ავტომატურად იწყებს შემდეგს. ამას თერაპიაში იყენებენ ნეგატიური მდგომარეობიდან თანდათანობით გამოსასვლელად. სივრცითი საყრდენები, როდესაც გარკვეული ადგილი იწვევს საჭირო მდგომარეობას. ბევრ წარმატებულ ადამიანს აქვს სპეციალური სავარძელი გადაწყვეტილების მისაღებად, ან ოთახის კუთხე შემოქმედებისთვის. საინტერესო ფაქტი, ჩვენი პრობლემების უმეტესობა ასევე საყრდენებია. ძაღლების შიში, ბავშვობაში განცდილი შეშინების შემდეგ, შფოთვა მაღვიძარას ხმაზე, სევდა გარკვეული სიმღერის მოსმენისას. ჩვენ ვცხოვრობთ საყრდენების სამყაროში. უბრალოდ ამას ვერ ვაცნობიერებთ. და რაც მთავარია, ნეგატიური საყრდენების დანგრევა ან პოზიტიური ჩანაცვლება შესაძლებელია. ეს მოითხოვს მუშაობას, მაგრამ შედეგი ამად ღირს. საყრდენის დანგრევის ტექნიკა საოცრად მარტივია. საჭიროა ერთდროულად ნეგატიური და პოზიტიური საყრდენების გააქტიურება თანაბარი ძალით. ტვინი შედის დაბნეულობის მდგომარეობაში და წყვეტს ორივე კავშირს. ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ცხოვრობს შემზღუდველი საყრდენებით და არ იცის, რომ მათი მოშორება ერთ სეანსშია შესაძლებელი. დაუბრუნდეთ ეთიკურ მხარეს. თუ გადაწყვეტ საყრდენის გამოყენებას სხვებთან ურთიერთობისას, გახსოვდეს თანხმობა. თუნდაც მდუმარე, სიხარულის, სიმშვიდის, თავდაჯერებულობის საყრდენების შექმნა ერთი საკითხია, მაგრამ ტექნიკის გამოყენება სარგებლის მისაღებად ან კონტროლისთვის სულ სხვა. ზღვარი თხელია და მხოლოდ შენ შეგიძლია მისი განსაზღვრა საკუთარი თავისთვის. გაძლევ პრაქტიკულ დავალებას უახლოესი დღეებისთვის. შექმენი 3 ძირითადი საყრდენი: სიმშვიდე, ენერგია და ფოკუსი. სიმშვიდისთვის გამოიყენე ღრმა სუნთქვა და გულმკერდის ცენტრში შეხება. ენერგიისთვის ზურგის გასწორება და ორივე ხელის მუშტად შეკვრა. ფოკუსისთვის თითის გადატანა ცხვირის წვერზე და მზერის შევიწროება. ავარჯიშე თითოეული საყრდენი დღეში 3-ჯერ შესაბამის მდგომარეობებში. 2 კვირაში გექნება ემოციების მართვის პერსონალური პანელი. საჭიროა დამშვიდება რთული საუბრის წინ, გააქტიურე საყრდენი. საჭიროა ენერგია პროექტის დასასრულებლად, საყრდენი მზად არის. აუცილებელია კონცენტრაცია მნიშვნელოვანი ამოცანისთვის, შენ იცი რა უნდა გააკეთო. და ბოლოს, საყრდენი ეს არ არის ჯადოსნური აბი, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მოითხოვს გაგებას და პრაქტიკას, მაგრამ მისი დაუფლებით იღებ ცდომას შენი ფსიქიკის ფარულ რესურსებზე. წყვეტ გარემოებებისა და ემოციების მსხვერპლად ყოფნას. ხდები შენი შინაგანი ორკესტრის დირიჟორი. ახლა კი დაფიქრდი, რომელი საყრდენები მართავენ შენს ცხოვრებას შენი ცოდნის გარეშე. დილის ყავა, რომელიც ენერგიის საყრდენია, თუ საყვარელი სავარძელი, რომელიც რელაქსაციის საყრდენია. ან იქნებ ფოტომაგიდაზე,
რომელიც თბილი გრძნობების საკრდენია. არსებული საკრდენების გაცნობიერებით შეგიძლია დაიწყო ახლის შექმნა, შეგნებულად, მიზანმიმართულად, ეფექტურად. საკრდენის ტექნიკა უკვე 10 წლეულებია არსებობს, მაგრამ მასობრივად მის შესახებ სულ ახლახან გავიგეთ. და ეს შემთხვევითი არ არის. ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ყველას მოუმზადებლად მისცე. მაგრამ დრო იცვლება, ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი ხდება და ახლა შენ გაქვს ცოდნა, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ცხოვრების ხარისხი. გამოიყენე იგი გონივრულად. მადლობა რომ მეგობრო ფიორისთან. მოიწონე ვიდეო, გაუზიარე მეგობარს, გამოიწერე არხი და გაააქტიურე ზარის ხილაკი, რათა არ გამოტოვო ახალი ვიდეოები.